გაუმარჯოს, მოგესალმებით, როგორ ახართ? იმედია კარგად ხართ, იმედია ხოლმე ხართ. დღეს ჩვენ ამ ვიდეოში ვისაუბრებთ white balance-ზე. როდის შეგიძლია auto white balance-ით იყო და როდის აუცილებლად უნდა შეცვალო white balance. პირველ რიგში, როგორ გავასწოროთ white balance-ი? დაგვჭირდება კარდი. ეს კონკრეტული არ არის სავალდებულო რომ გამოიყენო, შეიძლება იყოს თეთრი, ან უნდა იყოს ესეთი სერი ფერის. Links დაგიტოვებ აღწერაში, შეგიძლია ჩაიხედო და ძალიან ფათ შეიძინო მსგავსი რაღაცეები, ეს არის პატარა და კომფორტული, შეგიძლია ჯიბეში ჩაიდო, დაგჭირდა ამოიღო და დააბალანსო შენი კამერა. ეს ერთი, მაგრამ ასევე შეგიძლია შენ გამოიყენო თაბახის ფურცელი, თეთრი თაბახის ფურცელი. ერთი მთავარი კომპონენტი ამაში ის არის, რომ ეს არ უნდა იყოს პრიალა. რადგან პრიალა აირეკლავს შუქს და არ მოგცემს სწორ white balance, რომელსაც შენ ელოდები. მე Sony-ს მომხმარებელი ვარ, მეგობრებო, და Sony-ს კამერებში auto white balance არის ძალიან ნორმალური. მაგრამ მე არ გულისხმობ ამაში, რომ აუცილებლად უნდა იყო auto white balance-ით. როგორც კი ამ ოთახიდან გავალ auto white balance-ით და შევალ სხვა ოთახში, ჯერ ერთი ის მომენტი, რომ ჩემი white balance-ი ნელ-ნელა დაიწყებს შეცვლას და არასასიამოვნო სანახავია ხოლმე მსგავსი რამ, როცა აქ იქნება ლურჯი და გვერდზე ოთახში იქნება ყვითელი და ამას უყურებ, როგორ ყვითლდება ნელ-ნელა კადრი. არ ვიცი, მე ეს არ მომწონს, მირჩევნია ცოტა შევცდე, მაგრამ დაბალანსებული white balance მქონდეს, რავს გულისხმობ. თუ ამ ოთახში ჩვენ white balance გვაქვს 5500 და გვერდზე ოთახში არის 3200, მირჩევნია აქაც 4000 დავაყენო და იქაც 4000 იყოს, რადგან ასე უფრო მარტივი იქნება შემდეგ ჩემთვის პირადად ამის შეცვლა, ვიდრე აქ სხვა რაღაცა მაჩვენოს, მე გადავიტანო კამერა იქ სხვა რაღაცა მაჩვენოს და საერთოდ აჯამსანდალი გამოვიდეს ვიდეოში. სად მივაგნოთ white balance? FX3-ის შემთხვევაში და FX30-ის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ცალკე ღილაკი white balance-ისთვის, რომელსაც დავაჭერთ ხელს და გადავდივართ white balance-ში. მოკლედ არ ვიცი, ყველა კამერაში ეს სხვადასხვანაირად არის, მე Sony-ზე მაქვს ამ კონკრეტულ ეტაპზე საუბარი, მაგრამ დააკვირდი, თუ არ იცი სად არის შენ კამერაში ეს, უნდა იყოს case ნიშანი, სადღაც ამოვანათებ თუ როგორ გამოიყურება ეს კონკრეტული ფუნქცია, რომ მარტივად მიაგნო ამას შენ. ჩვენ კამერაში უკვე დაინსტალირებული გვაქვს, ეს მე არ ჩამიწერია, ეს კამერას მოყვა ასე. გვაქვს auto white balance-ი. გვაქვს მზიანი დღისთვის white balance-ი. Shade, ეს არის ჩრდილში გადასაღები white balance-ი. გვაქვს მოღრუბლული cloud-ი, მოღრუბლულია მოკლედ ამინდი და გაასწოროს white balance-ი მოღრუბლულ დღეზე. გრძელი ნათურები რომ არის, თუ ხართ დაკვირვებული, უფრო ოფისებში და მსგავს რაღაცეებში გამოიყენება. ეს white balance-ი გახლავთ, როგორც თავში აღვნიშნე, ოფისში რომ არის გრძელი განათებები, დაახლოებით იმ სტილის განათებებზია ეს კონკრეტული white balance-ი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი ნათურის თბილი თეთრი ფერი. ასე აწერია. ისევ ნათურაზე გასწორებული white balance-ი, რომელიც ამ შემთხვევაში არის ცივი ფერი. გახლავთ ნათურა, რომელიც daylight-ზეა გასწორებული. ისიც იგივეა, ოღონ განსხვავება წინასა და ამას შორის იყო ის, რომ წინა იყო თეთრი ფერის და ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივად დღის-შუქზე გასწორებული ნათურის white balance-ი. ეს გახლავთ წყალქვეშ white balance-ი და გვაქვს ჩვენ Kelvin-ი. აქ შეგვიძლია თვალით, არ გიჩვენო რომ თვალით გაზომო, მაგრამ შეგვიძლია თვალით გავაკეთოთ white balance-ი, იწყება 2500 Kelvin-დან და გადადის 9900 Kelvin-მდე. ასევე გვაქვს ჩვენ ამ Kelvin-ების გარდა გვაქვს ასევე ფერების манипулირების საშუალება. თუ გინდა რომ ეს ხელით აკეთო, მოკლედ ყველანაირი საშუალება გაქვს, რომ შეძლო ამის ხელით გაკეთება და შემდეგ გვაქვს ჩვენ custom white balance. რას ნიშნავს custom white balance? ახლა რომ მე მიყურებ, ეს არის custom white balance, რომელიც დაბალანსებულია სპეციალურად ამისთვის და როგორ კეთდება ეს ამბავი. ვირჩევთ custom white balance, შემდეგ გვაქვს, Sony-ს კამერაში ასეა, შემდეგ გვაქვს ქვევით ესეთი set აწერია. დავაჭერთ set და გამოგვიჩნდება პატარა ოთხკუთხედი
ანუ მიზანივით. შემდეგ მივუშვერთ აი ასე მივუშვერთ ჩვენ თეთრს, რაც თეთრია, იმას, ან surfers და დავაჭერთ შემდეგ გადაღების ღილაკს ერთხელ და ჩვენ ის მოგცემს. ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ მიმართულებით არის 5800 კელვინი, ასევე შეცვალა ცოტა ფერები და ჩვენ მივიღეთ მაქსიმალურად მიახლოებული white balance. იმედია საინტერესო იყო ეს ვიდეო შენთვის, მადლობა რომ იყურებდი და როგორც აღნიშნე, თუ რამე კითხვა გაქვს, შეგიძლია დამიტოვო კომენტარში და აუცილებლად გიპასუხებ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს white balance. თუ white balance-ი დარღვეული გაქვს, ჩათვალე რომ თლიანად ის კადრი ძალიან გაგიჭირდება იმ კადრის გასწორება. მერწმუნე ბევრჯერ დამმართია მსგავსი რამ და ჯობია რომ თავიდან ცოტა იწვალო, მაგრამ ყველაფერს ისწავლი, შემდეგ რომ შეეჩვევი რა დროს რა white balance-ი დაგჭირდება, უფრო მარტივად გააკეთებ და უფრო სწრაფად გააკეთებ ხოლმე ამას. ახლა მესმის რომ შეიძლება ეს უფრო პრობლემატური იყო შენთვის, იმიტომ რომ ახლა აქ შეცვალე, იქ შეცვალე, ეს რა ფერია, ის როგორი ფერია, მაგრამ მერწმუნე ჯობია ისწავლო სწორად, ვიდრე არასწორად, იმიტომ რომ არასწორი სწავლების შემდეგ სწორად სწავლა გაგიჭირდება. მადლობა რომ იყურებდი, გისურვებ წარმატებებს. Peace amigos.